ვაგზავნებ ჩვენ ლექციებს გული პაუზის შემდეგ ბიოქიმიაში. ესე იგი, ჩვენ ვისაუბრეთ თვითონ ცოცხალი სისტემის აქებულებაზე შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა ბიოქიმიური კუთხით და ასევე ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან მოლეკულებს, როგორებიც არიან ცილები. ახლა ცილებიდან გამოვყავით ჩვენ ერთ-ერთი ჯგუფი ცილებისა, სხვა რთულ ცილებს აღარ შევეხეთ, ამას თანდათან შევისწავლით და გამოვყავით ჯგუფი ცილებისა, რომელთაც ეწოდება ფერმენტები. ისინი დავახასიათოთ საკმაოდ სიღრმისეულად და აღვნიშნეთ, რომ რაც მართებულია ფერმენტებისათვის, მათი მექანიზმი, მათი მუშაობა და შემდეგ, ასევე ხშირ შემთხვევაში მართებულია სხვა ცილებისთვისაც. ახლა აღარ შეგაწყენ თავს აი ამ გახსენებით და შემდეგი საკითხი, რასაც ჩვენ შევეხოთ, ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანული ნაერთების განხილვის დაწყება, როგორებიც არიან საქარიდები, ანუ ნახშირწყლები, ანუ შაქრები. ახლა ნახშირწყლების მნიშვნელობა ცოცხალი სისტემისათვის, რა თქმა უნდა, არ არის მსგავსი ცილების მნიშვნელობისა, თუმცა ნახშირწყლები არის ერთ-ერთი უფრო გავრცელებული ფორმა ორგანული ნაერთებისა, რომლებიც გვხვდება თავისუფალი ღმული სახით და რომლებიც წარმოადგენენ ძალიან ბევრი სასარგებლო ესე ვთქვათ პროცესში მონაწილე ორგანულ ნაერთებს. ამიტომ მათი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან შეიძლება ითქვას, ეს არის რა თქმა უნდა, რაც არის ბიოლოგიის მთავარი ამოსავალი წერტილი, ეს არის მეტაბოლიზმი და ნახშირწყლების მეტაბოლიზმი მეტაბოლურ პროცესებში იკავებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროცესს. ახლა თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ მცენარეებში მიმდინარეობს პროცესი მუდმივად, რომელსაც ეწოდება ფოტოსინთეზი. რა არის ეს ფოტოსინთეზი? ფოტოსინთეზი ეს არის პროცესი, როდესაც სინათლის ენერგიის ხარჯზე მცენარეებში არსებული სტრუქტურები ნახშირორჟანგისა და წყლის გამოყენებით წარმოქმნიან ზოგჯერ მარტივ, შემდეგ რთულ ორგანულ ნაერთებს და ხშირ შემთხვევაში ეს ორგანული ნაერთი არის გლუკოზა. ანუ გლუკოზა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ცნობილი, შეიძლება ითქვას, ნახშირწყალი, რომელიც წარმოიქმნება ზუსტად ამ ფოტოსინთეზის შედეგად. რა თქმა უნდა, აქ მარტო გლუკოზის წარმოქმნა არ ხდება, სხვა ტიპის ნახშირწყლების წარმოქმნა, მაგრამ გლუკოზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. ახლა საინტერესო არის ის ფაქტიც, რომ არა მარტო მცენარეული ორგანიზმები ჩვენი არიან ავტოტროფები და ცხოველური ორგანიზმები ისინი არიან ჰეტეროტროფები. ანუ ჩვენ მათ შორის რომ ვიყენებთ სხვადასხვა ნაერთებს, რაც მცენარეებისგან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, მათ შორის ვიყენებთ ასევე ნახშირწყლებს, რადგან მათი წარმოქმნა ჩვენ ესე არაფრისგან მათი წარმოქმნა ჩვენ არ შეგვიძლია. ახლა რა მნიშვნელობა აქვს თვითონ აი ამ პროცესს? ახლა გლუკოზის წარმოქმნა ცხოველურ ორგანიზმებში ხდება. ამ პროცესს გლუკონეოგენეზი ეწოდება. მაგრამ ამ პროცესში გლუკოზის სინთეზი ხდება ისევ და ისევ ხშირ შემთხვევაში სხვა ნახშირბადის ჯაჭვის ანუ სხვა ორგანული ნაერთების. ანუ ესეთი რამ, რომ არაორგანული სისტემიდან ჩვენ მივიღოთ ორგანული ნაერთი, მხოლოდ მცენარეებს აქვთ ამის შესაძლებლობა და აი ნახშირწყლები არის პირველი პროდუქტი ამ რეაქციის. და შემდგომში უკვე ნახშირწყლები დასაწყებად აძლევს სხვადასხვა ორგანულ ნაერთებს. ჩვენ ვიცით, რომ ორგანულ ნაერთებს შეუძლიათ ერთმანეთში გარდაქმნა. რატომ? იმიტომ რომ მათ ყველას აქვს ნახშირბადოვანი აგებულება. და მათი ნახშირბადოვანი აგებულება საშუალებას იძლევა გარკვეული ქიმიური მოდიფიკაციების შედეგად მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ორგანული ნაერთი. ახლა ეს გლუკოზას რა მნიშვნელობა აქვს თვითონ აი რეაქცია მნიშვნელობა? აღმოჩნდა, რომ გლუკოზა წარმოადგენს არა მარტო ენერგიის წყაროს, არამედ გლუკოზამ შეიძლება დასაქმოს სხვა მნიშვნელოვან ნახშირწყლებს. აი როგორებიც არის მაგალითად გლიკოგენი.
ეს არის სამარაგო ნახშირწყალი ცხოველური ორგანიზმისათვის. Როგორც არის სახამებელი, რომელიც არის ასევე სამარაგო ნახშირწყალი, მაგრამ მცენარეული ორგანიზმისათვის. Როგორც არის ცელულოზა, რომელიც არის სტრუქტურული ნახშირწყალი, ისევ და ისევ მცენარეული ან ბაქტერიული ორგანიზმი. და გლუკოზა ასევე შეიძლება გარდაიქმნას სხვა ტიპის ნახშირწყლად, მაგალითად რიბოზა და დეზოქსირიბოზა. ახლა ჩვენ განვიხილავთ რა არის დეზოქსირიბოზა და რიბოზა, მაგრამ აქ ვიტყვით რომ დეზოქსირიბოზა და რიბოზა ჩვენთვის ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორც ისინი მონაწილეობენ ნუკლეოტიდების შემადგენლობაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი სტრუქტურების შექმნაში, როგორც არიან ნუკლეინის მჟავა. რადგანაც ნახშირწყლების მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რა თქმა უნდა, მათთან არის ხშირად დაკავშირებული დაკარგული დაავადებები. და ჩვენთვის ყველაზე ცნობილი ალბათ ყველასათვის, არა მარტო ჩვენთვის, ვინც ვთქვათ, შეხებაში ვართ ბიოლოგიასთან, არამედ ყველა ადამიანისათვის თანამედროვეობაში ყველაზე ცნობილი ესეთი დაავადება ეს დიაბეტი. სხვადასხვა ტიპის დიაბეტი არსებობს თქვენიცი და რა არის აქ პრობლემა? აქ პრობლემა არის, რომ არ ხდება გლუკოზის ჯეროვანი შეთვისება და მისი გამოყენება. ნუ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს ამისი, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც მსგავსია. მაგრამ ამას გარდა არსებობს ძალიან ბევრი პათოლოგიები, რომლებიც ისევ და ისევ ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, არსებობს ესეთი ცნობილი გავრცელებული დაავადება, როგორც არის ლაქტოზის შეუთავსებლობა. აი ლაქტოზის შეუთავსებლობა ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ მაგალითად რძის ნაწარმის მიღება, იმიტომ რომ ლაქტოზა ეს არის ნახშირწყალი, რომელიც რძის ნაწარმში დიდი ოდენობით შედის. არსებობს ესეთი დაავადება, რომელსაც ფრუქტოზის შეუთავსებლობა ეწოდება. ანუ არ ხდება ჯეროვანი შეცვლა ფრუქტოზის, ხდება მისი საჯრომელ სისტემაში დაყოვნება და ამის შედეგად შესაძლებელია ამან გარკვეული ტოქსიკური ნაერთების დაგროვება გამოიწვიოს. არსებობს ესეთი რთული დაავადება, რომელსაც გლიკოგენის შენახვის დაავადება ეწოდება, გლიკოგენის შენახვის დარღვევა. ეს დაავადებები გენეტიკურია ხშირ შემთხვევაში, გლიკოგენის შენახვის დაავადება, მაგალითად პომპეს დაავადება, გირკეს დაავადება, რომლებიც დაკავშირებული არიან ნახშირწყლების სწორად შენახვის პროცესში. ანუ მრავალფეროვანია ანუ ნახშირწყლები არ არის ვერ ვიტყვით რომ ჩვენ ნახშირწყლები არიან ცილის ფუნქციის შემსრულებელი, იმიტომ რომ ცილები არიან მექანიზმები, ისინი ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ ნახშირწყლები ესენი არიან ის სუბსტრატები, რომელიც სუბსტრატების გამოყენებითაც შესაძლებელია სხვადასხვა პროცესის წარმართვა და სხვადასხვა შედეგის მიღება. შედეგად ნახშირწყლების მნიშვნელობა არანაკლებია ვიდრე სხვა ესე ვთქვათ ნაერთებისა. ეხლა კლასიფიკაციას რომ შევეხოთ, ნახშირწყლები იყოფა ძირითადად სამ ძირითად ჯგუფად, ახლა გამოიყენოთ. ესენი არიან მონოსაქარიდები, ოლიგოსაქარიდები და პოლისაქარიდები. ანუ რა არის მათ შორის განსხვავება? მათ შორის განსხვავება არის იმათი, მონოსაქარიდები ესენი არიან ყველაზე მარტივი ნახშირწყლები. მონოსაქარიდები შეიძლება ითქვას, რომ ესენი არიან პოლიჰიდროქსი მჟავები, ისინი შეიძლება იყოს ორი შემთხვევა, პოლიჰიდროქსი ალდომჟავები და პოლიჰიდროქსი კეტონები. ეხლა რაც შეეხება ოლიგოსაქარიდებსა და დისაქარიდებს, თქვენ უკვე იცით ეს ნომენკლატურა, რომ როდესაც არის საუბარი ორი მონოსაქარიდის გაერთიანებაზე, ჩვენ მივიღებთ დისაქარიდს. როცა იქნება 2-ზე მეტი, სადღაც 20-მდე, ეს არის ოლიგოსაქარიდი. ეხლა დისაქარიდები გამოყოფილია ოლიგოსაქარიდებისგან, რა თქმა უნდა, დისაქარიდების ოლიგოსაქარიდებს მიეკუთვნებიან. მაგრამ ისინი გამოყოფილნი არიან თავისი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, თავისი გავრცელებიდან გამომდინარე. თავად ოლიგოსაქარიდები, აი კლასიკური ოლიგოსაქარიდები, ჩვენ იშვიათად ხდება თავისუფალი სახით. ისინი უმეტეს შემთხვევაში შედიან გლიკოპროტეინების შემადგენლობაში, ანუ ისინი წარმოადგენენ ან გლიკოლიპიდების შემადგენლობაში. სხვა ორგანული ნაერთების ნახშირწყლოვან, ესე ვთქვათ, დანამატს, ნახშირწყლოვან კუდებს. და ოლიგოსაქარიდები შეიძლება იყოს, ვთქვათ, 5 ნახშირბადი, 5 მონოსაქარიდი წარმოდგენილი, 6 და ასე შემდეგ.
ეხლა რაც შეეხება პოლისაქარიდებს, პოლისაქარიდები უკვე სახელი გვეუბნება, ეს არის მრავალი მონოსაქარიდისგან აგებული ნახშირწყალი, რთული ნახშირწყლები. პოლისაქარიდები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სტრუქტურით, ფუნქციით, ისინი განსხვავდებიან შემადგენლობით, ანუ ყოველთვის მათი მონომერი არ არის მხოლოდ დისაქარიდი და ნუ ამას ჩვენ შემდგომ ლექციაზე უფრო წვრილად განვიხილავთ. ეხლა რაც შეეხება თვითონ მონოსაქარიდებს, ეს შევაკეთებთ უფრო მეტი მონოსაქარიდებს, დისაქარიდებს. რაც შეეხება მონოსაქარიდებს, მათ კლასიფიკაციას, ხო? ისინი კლასიფიცირებული შეიძლება იყვნენ იმისთან მიხედვით, თუ რამდენ ნახშირბადის შემცველნი არიან. ნახშირბადის ყველაზე მცირე ოდენობა მონოსაქარიდებში არის 3. და ეს ნახშირწყლებს უწოდებენ ტრიოზებს. შემდგომში 4, 5, 6 და შესაძლებელია 7-იც იყოს, რომელსაც ჰეპტოზა ეწოდება. ამის წარმოადგენელი ძირითადად ესე თავისუფალი სახით აქვს, უფრო მეტაბოლიზმის შედეგად ხდება და მას ჰედუჰეპტულოზა ეწოდება. მაგრამ აი ყველაზე ცნობილი ალბათ ესენი არიან ტრიოზები, ყველაზე ცნობილი არიან ასევე ექსოზები, გლუკოზა, მაგალითად ფრუქტოზა, ესენი ექსოზები არიან და პენტოზების რიბოზა და დეზოქსირიბოზა. არსებობს სხვა ტიპის კლასიფიკაცია. კლასიფიკაცია იმისთან მიხედვით, რომელ ტიპის ჯგუფს შეიცავენ ისინი. მე ვახსენე, რომ ნახშირწყლები მეთქი წარმოადგენენ პოლიჰიდროქსი ნაერთებს. ანუ ისინი შეიძლება იყვნენ მეთქი პოლიჰიდროქსი ალდონები ან პოლიჰიდროქსი კეტონები. ეხლა როდესაც გვაქვს საუბარი ნახშირწყალზე, აქ გავხსნით. ყოველთვის დაბოლოება უნდა იყოს ოზა. აი ჩვენ ვიცით, რომ დაბოლოება ფერმენტების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ფერმენტის სახელი ვთქვათ, ვუყურებთ ფერმენტის სახელს, აუცილებლად აზათი დამთავრდება. და როდესაც საუბარია ნახშირწყალზე, ის აუცილებლად ოზათი დამთავრდება. აი მაგალითად ხშირი შემთხვევა ამის ცნობილების, რომ არსებობს ფერმენტი ალდოლაზა და არსებობს ნახშირწყალი ალდოზა. ჩვენ ახლა ამას ვიტყვით. აი ზოგის ეშლება ეს სახელი. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ამას ვწვდება ელემენტარული დაფიქრება. ალდოზა აუცილებლად შეიძლება იყოს ნახშირწყალი. ალდოლაზა აუცილებლად შეიძლება იყოს ფერმენტი. და ფერმენტები არიან ცილები, ნახშირწყლები კი ცილები არ არის. ეხლა დარს ფერმენტები რა თქმა უნდა. ანუ ამისთან მიხედვით ეს ნახშირწყლები შეიცავენ ალდო ჯგუფს და ეს არის ალდო ჯგუფი. ანუ კარბონილის ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია კიდევ ნახშირწყლთან. და ეს ჯგუფი, აი ეს კარბონილის ჯგუფი, ყოველთვის არის უკიდურეს მდგომარეობაში. ანუ როდესაც ის არის ბოლო მდგომარეობაში, ანუ ან პირველ მდგომარეობაში, უკიდურ ტერმინალურ მდგომარეობაში, ასეთ დროს ის წარმოადგენს ალდოზას. ანუ ალდო ჯგუფს უпростоრად და თუ ის ნახშირწყლის შემადგენლობაშია, წარმოადგენს ალდოზას. ეხლა მეორე ჯგუფი, როდესაც არა პირველი, არამედ ნებისმიერი სხვა ჯგუფი და უმეტეს შემთხვევაში ეს არის ხოლმე მეორე ნახშირბადთან დაკავშირებული კარბონილის ჯგუფი, CO ჯგუფი. ამ ჯგუფს უწოდებენ ხოლმე კეტო ჯგუფს. ასეთ ნაერთებს უწოდებენ კეტონებს, როცა მჟავებზეა საუბარი და კეტოზებს, როდესაც ნახშირწყლებზეა საუბარი. ანუ არსებობს ალდოზები და არსებობს კეტოზები. ხო? ეს არის ორი ძირითადი ჯგუფი იმისთან მიხედვით, რა ფუნქციურ ჯგუფს შეიცავს ესეთის მონოსაქარიდი. აი ამას გარდა გამოყოფენ კიდევ ერთ, ესე ვთქვათ, ჯგუფს მონოსაქარიდებისა, რომლებიც შეიცავენ სპირტულ ჯგუფს, ანუ დამატებით სპირტულ ჯგუფს და მათ პოლიოლებს, ანუ პოლიჰიდროქსი სპირტებს უწოდებენ, ანუ პოლიოლებს. რეალურად ნახშირწყლის პოლიჰიდროქსი სპირტების წარმოებულები არიან. და ეხლა ჩვენ ნახავთ მათ წარმომადგენლებს და თქვენ ესე ვთქვათ, მინდა რომ დაიმახსოვროთ, რა თქმა უნდა, ის შეისწავლოთ და ასევე გაგახსენდებათ ზოგიერთ წარმომადგენელი, რომ აი როგორი ცნობილია და ეს წარმოადგენს პოლიოლებს. აი ძირითადად სამ ჯგუფად ყოფენ ხოლმე. ზოგიერთ ლიტერატურაში მხოლოდ ორად, ალდოზებად და კეტოზებად,
ზოგიერთში ამატებენ ხოლმე პოლიოლებსაც. ეხლა დავიწყოთ თითოეული მათგანის განხილვა. ტრიოზები, როგორც მოგახსენეთ, ეს არის სამნახშირბადიანი მონოსაქარიდები. აქ ჩვენ გვაქვს ორი წარმომადგენელი. ყავს ორი წარმომადგენელი, გლიცერალდეჰიდი, იგივე გლიცეროზადაც მოიხსენიებენ და დიჰიდროქსიაცეტონი. ეხლა ამ სტრუქტურების სწავლა, ისე როგორც ამინომჟავების სტრუქტურების სწავლა არის აუცილებელი. ანუ მონოსაქარიდების სტრუქტურების სწავლა არის აუცილებელი. არა შეიძლება ყველასი, მაგრამ რომლებიც აი ცნობილები არიან, რომელთაც ჩვენ დავახასიათებთ, მისი აუცილებელი მისი ცოდნა. ეხლა მონოსაქარიდებს, საერთოდ მონოსაქარიდებს ახასიათებს ძალიან ფართე სპექტრის იზომერია. და ეს გამოწვეულია მათში ქირალური ნახშირბადების არსებობა. რა არის ეს ქირალური ნახშირბადი? ეს არის ნახშირბადი, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ჯგუფებთან და სივრცეში იძლევა გარკვეულ სტერეო განსხვავებას. ანუ იძლევა გარკვეულ შემადგენლობით მსგავსებას, მაგრამ სივრცულის სტრუქტურის განსხვავებას. და თუ შევხედავთ ჩვენ აი ამ ორ ტრიოზას, ჩვენ დავინახავთ, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნახშირბადი, აი ცენტრალური ნახშირბადი აქვთ ისეთი, რომელიც შესაძლოა იყოს ქირალური. თუმცა აი ეს ცენტრალური ნახშირბადი, აი ჩვენ როცა საუბრობდით ამინომჟავების სტერეოიზომერიაზე, იქაც ვახსენეთ გლიცერალდეჰიდი თუ გახსოვთ, აი ეს ცენტრალური ნახშირბადი გლიცერალდეჰიდის არის ნამდვილად ქირალური, იმიტომ რომ მასთან ჰიდროქსილისა და წყალბადის ჯგუფები შეიძლება გადანაცვლდეს. მაგრამ რაც შეეხება დიჰიდროქსიაცეტონს, აქ ჟანგბადის გადანაცვლება არანაირ მნიშვნელოვან ცვლილებას ჩვენ არ მოგცემს მათ ფუნქციაში, მათ თვისებაში. ანუ დიჰიდროქსიაცეტონი ეს არის გამონაკლისი სხვა მონოსაქარიდებიდან, მას არ გააჩნია ქირალური ნახშირბადი. ანუ მას არ გააჩნია სტერეოიზომერი. ანუ მას არ გააჩნია ეგრეთ წოდებული ენანტიომერი. ეხლა გლიცერალდეჰიდში გვაქვს ორი ტიპის სტერეოიზომერი, L და D. ამასთან არსებობს ოპტიკური იზომერი. ანუ გლიცერალდეჰიდი შეიძლება იყოს ისეთი ტიპის, რომელიც მოაბრუნებს პოლარიზებულ სხივს მარცხნივ და რომელიც მოაბრუნებს პოლარიზებულ სხივს მარცხნივ. ამ შემთხვევაში თქვენ უკვე იცით, რომ ამას აღნიშნავენ პატარა L და პატარა D ასოთი ან მინუსი და პლუს ნიშნი. ხოლო აი აქ რაც არის დიდი და L და დიდი და ესენი არიან ენანტიომერები, ანუ სარკული იზომერები, ასეთაც გამოიცემთ. ხო? რა არის წესი? როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ჩვენ ესა თუ ის ნაერთი, ესა თუ ის მონოსაქარიდი L სტერეოიზომერია თუ D სტერეოიზომერია, ხო? ეხლა აი ნახეთ აქ წერია წესი, რომ უკიდურე, ანუ აი ამ ბოლო ნახშირბად, მეთილი სპირტული ჯგუფის ნახშირბადთან, მიმდებარე ნახშირბადის, ქირალური ნახშირბადთან, ჰიდროქსილისა და წყალბადის ჯგუფების განლაგება ჩვენ გვაძლევს L და D სტერეოიზომერს, L და D ენანტიომერს. ანუ თუ თქვენ დაიმახსოვრებთ L და D გლიცერალდეჰიდის სტრუქტურას, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაასკვნათ ესა თუ ის მონოსაქარიდი D სტერეოიზომერია თუ L სტერეოიზომერია. ეხლა აქ არის საინტერესო მომენტი ერთი, რომ უმეტეს შემთხვევაში, უმეტეს არა ყველა, უმეტეს შემთხვევაში ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანში გავრცელებული მონოსაქარიდები ესენი არიან D სტერეოიზომერები, ანუ D ენანტიომერები. ეს სახელები უნდა დავინახოთ. ანუ D. არსებობს L ზოგიერთი, მაგრამ L ხშირ შემთხვევაში გვხვდება მაგალითად ბაქტერიული ტოქსინების შემადგენლობაში და ასე შემდეგ. ეხლა ტეტროზები. ტეტროზების წარმომადგენელი არის ორი, ერითროზა და ტრეოზა. მათ ესეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნიათ, ჩვენ აქ უკვე ნახეთ უკვე D ერითროზა, იმიტომ რომ აი ამ ნახშირბადთან
ჰიდროქსილის ჯგუფი არის მარჯვენა მდგომარეობაში. და რა თქმა უნდა არსებობს EAL იზომერები ამათიც, მაგრამ ჩვენ წერდეს, იმიტომ რომ ეს არის გავრცელებული და მეტაბოლიზმის პროცესში უმეტესად მონაწილეობენ D სტეროიდები, D ენანტიომერი. ეხლა ნახეთ, ერითროზასა და ტრეოზას შორის განსხვავება არის მეორე ნახშირბაცთან. ორივე წარმოადგენს ალდოზას, ხო? ორივე ალდოზა. და განსხვავება არის მეორე ნახშირბაცთან წყალბადსა და ჰიდროქსილის ჯგუფის გამო. ესე იგი, ერითროზას და ტრეოზას აქვს ორი ქირალური ნახშირბაცი. ეხლა, თუ განსხვავება არის არა არამედ ამ ნახშირბაცთან, ხო? ანუ არა სპირტული ჯგუფისთან მიმდებარე ნახშირბაცთან, არამედ მის შემდგომ ნახშირბაცთან ნებისმიერ. ასეთ იზომერებს უწოდებენ ეპიმერებს. ანუ ერითროზა და ტრეოზა არიან ერთმანეთის ეპიმერი. ეხლა, ერითროზა ხდება ჩვენ მეტაბოლიზმის პროცესში. ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როდესაც ხდება პენტოზების წარმოქმნა. ან როდესაც ხდება გლუკოზის ალტერნატიული დაშლის პროცესი. და ერითროზას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ამ პროცესში. ეხლა, რაც შეეხება პენტოზებს. პენტოზები ესენი არიან, ხუთ ნახშირბადიანი ნახშირწყლები, მონოსაქარიდები და მათში გვაქვს ჩვენ სამი, უმეტეს შემთხვევაში სამი ქირალური ნახშირბადი. მაგრამ ეს სამი ქირალური ნახშირბადი თქვენ ხედავთ, სად არის? როდესაც არის ალდოზები, ალდოზებში რიბოზა, დეზოქსირიბოზა, ქსილოზა, არაბინოზა, მათ შორის არის ნახშირბადი. დეოქსირიბოზა. არის სამი ქირალური ნახშირბადი. მაგრამ ეს იგი რა არის? დეოქსირიბოზა არის გამონაკლისი, იმიტომ რომ ეს არის რიბოზას დაჟანგვის შედეგი, ხოლო ქსილოზა არის აი ამ დერიბოზას ეპიმერი. არაბინოზაც არის დერიბოზას ეპიმერი, ხო? ეხლა გვაქვს ჩვენ აქ კიდევ რიბულოზა და ქსილოზა. ნახეთ რა ჩაემატა რიბოზა, ჩავუმატეთ ულ, ასეთი ჯგუფი, ხო? აი ეს მიუთითებს, რომ ეს არის კეტოშაქარი, ანუ ეს არის კეტოზა. ანუ რიბოზა არის ალდოზა, რიბულოზა არის კეტოზა. რა თქმა უნდა, მასში ჩვენ გვაქვს ორი, ესე ვთქვათ, ქირალური ნახშირბადი. ამ შემთხვევაში ეს არის D რიბულოზა. ეს მე მგონი გასაგებია. და აი აქ არის საუბარი ეპიმერებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ უკვე ვახსენეთ. ეხლა, რა თქმა უნდა, მათი მნიშვნელობა არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რიბულოზა არის საწყისი რიბოზას წარმოქმნისათვის, თავისუფლად რიბოზა არის რიბონუკლეოტიდების შემადგენლობაში შემავალი ნახშირწყალი, რიბოზა არის საერთოდ ნუკლეოტიდების სინთეზში მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ნახშირწყალი და ისეთი ჯგუფის ნუკლეოტიდებისა, რომელსაც აზოტოვანი ფუძეები ეწოდებათ, ხო, ადენინი, გუანინი, აი მათი წარმოქმნისათვის რიბოზა აუცილებელია და დეოქსირიბოზა, რა თქმა უნდა, ეს არის ის ჯგუფი, ის ნაწილი, ესე ვთქვათ, მოდიფიცირებული ფორმა რიბოზისა, რომელიც შედის დეზოქსირიბონუკლეოტიდების შემადგენლობაში, ანუ DNM-ისა და DNM-ის შემადგენლობაში და რა თქმა უნდა, ამ ხრივ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ეხლა მივედით იმ ჯგუფამდე, რომელიც ფაქტობრივად ყველა მიწის ექსოზები, აი გლუკოზა, ფრუქტოზა, მათი წარმომადგენელი. გლუკოზასა და ფრუქტოზას შორის განსხვავება რა არის? რომ გლუკოზა ეს არის ალდოშაქარი, ალდოზა, ფრუქტოზა ეს არის კეტოზა. ეხლა ვიღაცა იგითხრავს, რატომ არ ქვია მას გლუკულოზა, ხო? მაგალითად. ეს არის ტრივიალური სახელი, ამ შემთხვევაში ფრუქტოზა, რადგანაც ის არის აღმოჩენილი უმეტეს შემთხვევაში ხილში და ამიტომაც მას უწოდეს პირველად სადაც აღმოაჩინეს უწოდეს ამის მიხედვით ფრუქტოზა. ისე რა თქმა უნდა გლუკულოზა უნდა ყოფილიყო ეს სახელი. ეხლა თქვენ ხედავთ რომ აი გლუკოზა აკავს თავისი ეპიმერები, გალაქტოზა და მანოზა. საინტერესო არის რომ გალაქტოზა დიდ მონაწილეობას ღებულობს გლუკოზის მეტაბოლიზმის პროცესში. ის არის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ითქვას გლუკოზისაც, მაგრამ აი მანოზა მაგალითად ნაკლებად არის ჩართული მეტაბოლიზმში
და მანოზისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია, რომ ის შედიოდეს ოლიგოსაქარიდების შემადგენლობაში. ანუ რომ შედიოდეს თქვა გლიკოპროტეინების, პროტეოგლიკანების ნახშირწყოვანი, ესე ვთქვათ, ნაშთების შემადგენლობაში. და ასევე ის არის საწყისი ბევრი მოდიფიცირებული მონოსაქარიდის. ეხლა საინტერესოა რომ აი სტრუქტურა, რასაც ჩვენ შევხედეთ, ეს ჯაჭვური სტრუქტურა მონოსაქარიდებისა, ხშირ შემთხვევაში ხდება კრისტალურ მდგომარეობაში. ან როდესაც ესენი არიან კრისტალურ მდგომარეობაში, ან როდესაც ისინი არიან ანუ ამ ესე ვთქვათ, ძალიან დაბალი პროცენტით არის წარმოდგენილი ჯაჭვური სტრუქტურა. უფრო ხშირად მათ ახასიათებთ ქიმიური, ძალიან ისეთი ცნობილი ქიმიური რეაქცია, როდესაც ხდება ერთის მხრივ ალდო ჯგუფის, ანუ კარბონილის ჯგუფის ჟანგბადსა და სხვა რომელიმე ნახშირბადთან კავშირის დამყარება, ამის შედეგად წარმოიქმნება ციკლური სტრუქტურები. ეს წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ჰემიაცეტალის სტრუქტურა და ჰემიკეტალის სტრუქტურა. ჰემიაცეტალის სტრუქტურა წარმოიქმნება ალდოზების შემთხვევაში, ჰემიკეტალის სტრუქტურა წარმოიქმნება კეტოზების შემთხვევაში. ეხლა ეს ამიტომ უმეტესობა მონოსაქარიდებისა, ეს არის საუბარი პენტოზებზე და ჰექსოზებზე და რა თქმა უნდა ჰეპტოზებზე. უმეტესობა მათი წარმოდგენილი არის ზუსტად ციკლური სტრუქტურით. აი ამ ციკლურ სტრუქტურაში ჩვენ გვაქვს ორი, ესე ვთქვათ, ფორმა. 5 ქიმიანი ციკლი და 6 ქიმიანი ციკლი. ციკლის შეკვრაში მონაწილეობს ყოველთვის ჟანგბადი და რადგანაც ეს სტრუქტურები გვანან ისეთ ქიმიურ ჯგუფებს, როგორც არის ფურანი და პირანი, ამიტომაც მათ მოიხსენებენ როგორც ფურანოზულ სტრუქტურას და ისე პირანოზულ სტრუქტურას. და წარმოქმნა ხდება ეს თუ ვთქვათ, ახლა ეს არის გლუკოზის შემთხვევა, თუ პირველი ნახშირბადის ჟანგბადი, ესე ნახშირბადი ჟანგბადის ხიდაკს წარმოქმნის მეოთხე ნახშირბადთან, ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ფურანოზული სტრუქტურა. და თუ მეხუთესთან, მაშინ პირანოზული სტრუქტურა. ესენი არიან სხვა წარმომადგენლები. პენტოზებში რიბოფურან, ანუ ის ჯგუფები, ის ფორმები, რომლებიც უფრო მეტად ჭარბობენ. ახლა ნახეთ ფრუქტოზას შემთხვევაში გვაქვს ფრუქტოფურანოზა, მაგრამ არსებობს ფრუქტოფირანოზული სტრუქტურა. გლუკოზის შემთხვევაშიც არსებობს გლუკოფურანოზა და გლუკოპირანოზა, მაგრამ გლუკოზისთვის უმეტესად დამახასიათებელია პირანოზული სტრუქტურა. ანუ, როდესაც საუბარია ხოლმე გლუკოზაზე, ძირითადად წერენ აი ამ პირანოზული სტრუქტურის ფორმა. და ფრუქტოზის შემთხვევაში ფურანოზული სტრუქტურის ფორმა. საერთოდ სადღაც 3%-ია მხოლოდ პირანოზული სტრუქტურა ფრუქტოზის შემთხვევაში და ამიტომ რა თქმა უნდა მას წარმოადგენენ ფრუქტოფურანოზას სახით. და როდესაც ხდება ჩაწერა, წერენ აი ამ ციკლების სახით. ეხლა ამ ციკლების შექმნა რა მნიშვნელობის მატარებელია და რატომ არის მნიშვნელოვანი? ეხლა ჩვენ ვთქვით, რომ აი მაგალითად გლუკოზას აქვს 4 ქირალური ნახშირბადი. ეს არის მეორე, მე-3, მე-4 და მე-5 ნახშირბადი. ესე იგი, მაგრამ როდესაც იქნება ციკლი, აი ამ ციკლში პირველი ნახშირბადი, რომელიც ესე იგი ციკლის შემადგენლობაში მონაწილეობს გლუკოზის შემთხვევაში, ხდება ასევე ქირალური, იმიტომ რომ მასთანაც უკვე ხდება დაკავშირებული ნახშირწყალბადი და ჰიდროქსილის ჯგუფი. ანუ სხვადასხვა ორი ჯგუფი. და ისინი სივრცე შეიძლება განლაგდნენ სხვადასხვანაირად. ეხლა თუ ჩვენ ამას ქაღალდზე გავაკეთებთ, ქვევით და ზევით, ხო? აი ასეთ ნახშირბადს, რომელიც არ იყო ქირალური, მაგრამციკლური სტრუქტურის შექმნის შედეგად გახდა ქირალური, უწოდებენ ანომერულ ნახშირბადს. ანუ ანომერული ნახშირბადი არის ამ შემთხვევაში პირველი ნახშირბადი გლუკოპირანოზის შემთხვევაში. და თუ ჰიდროქსილის ჯგუფი არის ქვევით, დაწერით ეს ქვევით. ეს არის ალფა იზომერი და თუ არის ზევით, ეს არის ბეტა იზომერი. ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამას? ამას აქვს მნიშვნელობა ბმების დახასიათებისას, ბების წარმოქმნისას და მათი ესე ვთქვათ დასახელებისას. თუ წარმოიქმნა ბმა
ალფა ფორმასა და სხვა ნახშირწყალს შორის ამას ალფა ბმა ეწოდება. თუ ბეტა, მაშინ ბეტა ბმა ეწოდება. აი ეს არის მნიშვნელოვანება ამ ანომერული ნახშირბადის წარმოქმნის. ანუ ალფა დე გლუკოპირანოზა და ბეტა დე გლუკოპირანოზა არიან ერთმანეთის ანომერები. კარგი. ეხლა ჩვენ მოიწოდეთ ეხლა ჩვენ ვახსენეთ ძირითადი მონოსაქარიდები, რომ გადავიდეთ სხვა ტიპის მონოსაქარიდები, როგორც ვთქვით, მონოსაქარიდების წარმოებულები შეიძლება. პოლიოლები, ანუ პოლიჰიდროქსი შაქრები, ანუ შაქრის სპირტი. აი ცნობილი წარმომადგენლები, ესენი არიან მაგალითად სორბიტოლი. სორბიტოლი თქვენ შეიძლება მოგეხსენებათ, ალბათ მოგეხსენებათ, ეს არის ნახშირწყალი, რომელიც გამოიყენება, სპირტი, რომელიც გამოიყენება დიაბეტიან პაციენტებში დამატკბობლად, ანუ ის ცვლის გლუკოზას, მაგრამ სორბიტოლი გარკვეულწილად კარგია, თუმცა სორბიტოლი ასევე ორგანიზმში წარმოქმნილი, მაგრამ თუ დიდი ოდენობით სორბიტოლის მიღება მოხდა, ის ახდენს დაბლოკვას აი ამ პროცესის დაბლოკვა ხდება და რადგან ხდება ამ პროცესის დაბლოკვა გლუკოზიდან სორბიტოლის აღების. ნახეთ, რისი დაჟანგვა ხდება NADPH-ის დაჟანგვა. და ეხლა ეს თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ რაც თუ არ დაიჟანგა NADPH-ი, NADP ვერ წარმოიქმნება. NADP თვითონ. აი ხა აი ეს NADP მონაწილეობს ისეთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტურ პროცესში, როგორც არის გლუტათიონის აღდგენის პროცესი. და ამიტომ თუ ანტიოქსიდანტური სისტემა არ ემუშავებს, თუ ანტიოქსიდანტური სისტემა არ ემუშავებს ჯერუნად, შესაბამისად ის ვერ ფუნქციონირებს, ხო? ანუ ის ვერ დაიცავს ორგანიზმს. ნუ ერთ-ერთი ეს მაგალითი რა თქმა უნდა ზოგადად. უფრო სიღრმისეულად მეტაბოლიზმის დროს თქვენ უფრო შეიძლება. ეხლა ამას გარდა არსებობს ესეთი ცნობილი მონოსაქარიდი და ეს აუცილებლად მონოსაქარიდი როგორ არის სპირტი, შაქრის სპირტი, რომელსაც ქვია ინოზიტოლი. ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ინოზიტოლი, რომელიც შედის მაგალითად ფოსფატიდი ინოზიტოლის შემადგენლობაში, ასეთი ლიპიდის, რომელსაც ჩვენ შევისწავლით ამ სემესტრში და რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალის გადაცემის გზების კუთხე. არსებობს სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, მიხედავთ მანიტოლი, არსებობს ეს ხშირ შემთხვევაში წყობით დანამატებად გამოიყენება ხოლმე ეს ამინო, ეს შაქრის სპირტი. ახლა რაც შეგვიძლია ვთქვათ დამატებით მოდიფიკაციებს. ამ მონოსაქარიდების ახასიათებს არა მარტო ფართეს სახის, ფართეს სპექტრის სტეროიზომერია, არამედ მათ ახასიათებს ძალიან, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ეწოდება მოდიფიცირება. არსებობს ასეთი გავრცელებული ფორმები მონოსაქარიდების, როგორც არის ამინირებული ფორმები. აი გლუკოზამინი და გალაქტოზამინი. უმეტესად გლუკოზამინი და გალაქტოზამინი ხშირად არ გვხვდება, ის ხშირად, რა თქმა უნდა, ისინი შედიან გარკვეული სტრუქტურების შემადგენლობაში, ნახშირწყალოვანი სტრუქტურების შემადგენლობაში. და უმეტესად ხდება მათი აცეტილირება. ამიტომ გვაქვს N-აცეტილ გლუკოზამინი და N-აცეტილ გალაქტოზამინი. აი ამ ამინო ჯგუფთან კიდევ დაკავშირებულია აცეტილის ჯგუფი CH3CO და გვაქვს N-აცეტილ გლუკოზამინი ან გალაქტოზამინი, გააჩნია რომელიც მონოსაქარიდთან ხდება დაკავშირება. კიდევ ხდება მოდიფიცირება, რომ აი სპირტული ჯგუფია ეს ბოლო ნახშირბადთან არსებული სპირტული ჯგუფი, ხო? ჩანაცვლდება კარბოქსილის ჯგუფი. აი ასეთ მონოსაქარიდებს უწოდებენ ასეთ ნაერთებს უწოდებენ ურონის მჟავებს. ანუ ამ შემთხვევაში არის გლუკოზის შემთხვევა და ეს არის გლუკურონის მჟავი. ანუ თუ სპირტული ჯგუფი შენაცვლება ხდება კარბოქსილის ჯგუფით, მას ანუ ურონის მჟავები ეწოდება. ესეც ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ხო? ანუ მე ახლა აღარ გავიმეორებ, რასაც მე ვსაუბრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ეხლა კიდევ ურონის მჟავების გარდა არსებობს არის მჟავები, აი, როდესაც ხდება ორივე პირველ და ბოლო ნახშირბადთან, როდესაც გვაქვს ჩვენ კარბოქსილის ჯგუფი. ანუ ორივე შემთხვევაში კარბოქსილის ჯგუფი, ამას გლუკარის მჟავა ეწოდება, გლუკოზის გლუკარის მჟავა ეწოდება. ანუ არის მჟავები, გალაქტარის მჟავა,
და ასე შემდეგ. და როდესაც არის ჩანაცვლებული არა სპირტული ჯგუფი, არამედ ალდო ჯგუფი გლუკოზის შემთხვევაში, ამას გლუკონის მჟავა ეწოდება, ხო? ანუ ესე იგი გლუკონის მჟავა, როცა არის ესე გლუკარის მჟავა. როდესაც არის ორივე ჯგუფი ჩანაცვლებული კარბოქსილის ჯგუფი, გლუკონის მჟავა, როდესაც მარტო ალდო ჯგუფია ჩანაცვლებული, ახლა ამ გლუკოზის შემთხვევაში და გლუკურონის მჟავა, როდესაც არის ჩანაცვლებული სპირტული ჯგუფი, კარბოქსილის ჯგუფი. ეს არის ძირითადი მოდიფიცირებები ამ შემთხვევაში. ახლა ამას გარდა მონოსაქარიდები კიდე განიცდიან მოდიფიცირებას. ახლა ნახეთ, მე გითხრათ, N-აცეტილ გლუკოზამი. აღმოჩნდა, რომ N-აცეტილ გლუკოზამის თუ დავუმატებთ ჩვენ ესე ვთქვათ, ლაქტატს, ანუ რძემჟავას. აი ნახეთ, CH3COH. აი ლაქტატის დამატების შემთხვევაში მესამე ნახშირბაცთან. ამ დროს წარმოიქმნება N-აცეტილ მურამის მჟავა. N-აცეტილ მურამის მჟავა არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ბაქტერიული კედლის შემადგენლობაში. აი ჩვენ რომ ვიცით, რომ არის გრამ დადებითი, გრამ უარყოფითი ბაქტერიები, ეს ძალიან დიდწილად N-აცეტილ მურამის მჟავის შემადგენლობით და მისი რაოდენობით არის განსაზღვრული, რომ რამდენად ეს მემბრანა ფაშარია, განვლადია თუ არ არის. კიდევ არსებობს ძალიან ცნობილი სიალის მჟავა, N-აცეტილ მეირამინის მჟავა. ის შეიცავს დაახლოებით 9 ნახშირბაცს, ანუ ეს არის ამინომჟავა მანოზის მოდიფიცირების შედეგი, მას უკავშირდება ეს 3 ნახშირბადიანი კიდევ ჯგუფი და N-აცეტილ მანოზამინიდან, ეს არის N-აცეტილ მანოზამინის ჯგუფი, კიდე დაუკავშირდება 3 ნახშირბადი და წარმოიქმნება N-აცეტილ მეირამინის მჟავა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია უჯრედგარე გლიკოპროტეინი, უჯრედგარე მესერის შემადგენლობაში და მონაწილეობს ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, სიგნალის მიღების პროცესში, სტრუქტურის სტაბილიზაციის პროცესში. აი, როდესაც ჰეტეროპოლისაქარიდეს პროტეოგლიკანის ვისწავლით, იქ ხშირად შეგვხვდება ჩვენ N-აცეტილ მეირამინის მჟავა. არსებობს კიდევ მოდიფიცირების ფორმები, აი მანოზის, მე გითხრათ, რომ მანოზა ხშირად მოდიფიცირდება. აი, მაგალითად, მანოზის ეს სამწუხაროდ უფრო უკეთესი, ანუ მხოლოდ სურათი ვერ ნახე, ეს არის მეტაბოლური გზა. როდესაც ხდება მაგალითად მანოზის გარდაქმნა, აი ამ მანოზის გარდაქმნა, როდესაც სპირტული ჯგუფის ჩანაცვლება, სპირტული ჯგუფის ჩანაცვლება ხდება მეთილის ჯგუფით, ამ დროს წარმოიქმნება რამნოზა, ასეთი მონოსაქარიდი. ხოლო, როდესაც ხდება galactozაში, აი ამ სპირტული ჯგუფის ჩანაცვლება მეთილის ჯგუფით, მას ეწოდება ფუკოზა. აი ფუკოზა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის შედის ასევე, აი ძირითადად ეს მოდიფიცირებული მონოსაქარიდები, უმეტეს შემთხვევაში ახლა მე თვითონ განმეორდებ, მაგრამ შედის უჯრედგარე არეში არსებული, ან მემბრანასთან დაკავშირებული არსებული გლიკოპროტეინებისა და გლიკოლიპიდების შემადგენლობაში და წარმოადგენენ მათ ნახშირწყლოვან ოლიგოსაქარიდული ჯაჭვების შემადგენლობაში არიან. ან შედიან ისეთი მნიშვნელოვანი ნაერთების შემადგენლობაში, როგორც არიან პროტეოგლიკანები. ესე. ეხლა მე გითხრათ, რომ აი ოლიგოსაქარიდები შედიან აი ამ ნახშირწყლოვანი ნაშთების შემადგენლობაში და ასე შემდეგ. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მონოსაქარიდებს ახასიათებთ ერთმანეთთან დაკავშირების უნარი, ასევე დაკავშირების უნარი სხვა ტიპის ნახშირწყლებს, სხვა ტიპის ნაერთებს. ამის და მიხედვით მონოსაქარიდები წარმოქმნიან გლიკოზიდებს. ანუ გლიკოზიდები, ანუ გლიკანები იგივე. ესენი არიან ნაერთები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ნახშირწყლებთან, რომლებიც დაკავშირებულები არიან ოლიგო ან მონოსაქარიდებთან. და არსებობს ამის მიხედვით ოგლიკანები და ენგლიკანები. ეს იმის და მიხედვით არის, რომ თუ წარმოიქმნება ბმა ორ ჯგუფ შორის, ამ ბმას უწოდებენ გლიკოზიდურ ბმას და მონაწილეები არის ჟანგბადი ძირითადად, ჟანგბადის ხიდაკი წარმოიქმნება. ამას უწოდებენ ოგლიკოზიდურ ბმას. და თუ ბმა წარმოიქმნება მონოსაქარიდსა და აზოტშემცველ ნაერთს შორის, ამას უწოდებენ N-გლიკოზიდურ ბმას, ანუ N-გლიკანებს. და ნუ ეს არის რა თქმა უნდა სურათზე წარმოდგენილი. თქვენ ხედავთ, აი შეგიძლიათ ნახოთ კიდევაც ჩვენ ის მონოსაქარიდები, ის მოდიფიცირებული ფორმები, რომელიც აღვნიშნეთ, აი როგორ არიან განლაგებული აი ამ ცილებთან დაკავშირებულ მდგომარეობაში. საერთოდ ეს იცოდეთ, რომ უმეტესობა ცილებისა, აი ჩვენ დავიწყეთ საუბარი კოლაგენზე და ვთქვით,
და ასევე სხვა ცირების განიცდიან გლიკოზილირებას. და აი ეს გლიკოზილირება ეს არ არის მხოლოდ გლუკოზის დამატება, ეს არის ასევე სხვა ტიპის მონოსაქარიდების დამატებაც და აი ეს ნახშირწყლოვანი ნაშთები ზუსტად ამ გლიკოზილირების შედეგნი არიან და არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიზეზი, მაგალითად ჩახვევისთვის, სტაბილურობისთვის, აღქმისთვის, დაკავშირებისთვის. აი ეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეხლა ეს რაც შეეხება მონოსაქარიდებს. ეხლა რაც შეეხება ოლიგოსაქარიდებიდან წარმოქმნილ დისაქარიდებს. დისაქარიდები ესენი არიან ორი მონოსაქარიდის კავშირის შედეგად წარმოქმნილი. ცნობილი წარმოქმნილი ყველაზე არის საქაროზა, ეს არის ჩვეულებრივი შაქარი, რასაც ჩვენ ვიყენებთ ხომ. საქაროზა წარმოქმნილია გლუკოზისა და ფრუქტოზისაგან და მათ შორის არის 1-2, ეს დავიმახსოვს, ეს ნომენკლატურა. 1-2 გლიკოზიდური ბმა. 1-2 გლიკოზიდური ბმა. ამიტომ საქაროზას, რადგანაც ეს არის დაკავშირება ორ ანომერულ ნახშირბადს შორის, ამიტომ საქაროზას არ აქვს საშუალება რომ კიდევ წარმოქმნას პოლიმერი. მაგრამ აი მაგალითად მალტოზა დაკავშირება არის 1-4 გლიკოზიდური ბმა. ამ შემთხვევაში 1 აი ეს ჰიდროქსილის ჯგუფი არის დაკავშირებული ისევ ანომერულ ნახშირბადთან. ანუ მას შეუძლია წარმოქმნას კიდევ აქედან ბმა. ანუ ეს შესაძლებელი პროცესია და აი ასეთ ჯგუფებს, აი ასეთ ჰიდროქსიდ, აი ესეთ ჯგუფს, ასეთ ნახშირწყალს, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ანომერული ნახშირბადი შეიძლება იყოს და მასთან დაკავშირებულად უნდა წყალბად და ჰიდროქსიდი. ამას უწოდებენ აღდგენად ბოლოებს, reducing ends, აღდგენად ბოლოებს. ხოლო რომელსაც არ გააჩნიათ, მას უწოდებენ არააღდგენად ბოლოებს. ლაქტოზა, რომელიც წარმოიქმნება გალაქტოზისა და გლუკოზის გაერთიანების შედეგად, და აქ ჩვენ გვაქვს ბეტა-1 ალფა-4 ბმა, ბეტა-1-4 ბმა შეიძლება იყოს. აი ნახეთ, აქ არის ალფა-1-4 გლიკოზიდური ბმა, აი ამაზეა საუბარი, აქ არის ბეტა-1-4 გლიკოზიდური ბმა, ლაქტოზის შემადგენლობაში და ამ ფერმენტი ლაქტაზა შლის ლაქტოზას. მალტოზა შლის ფერმენტი მალტაზა, ან ამილაზაც ხანდახან. საქაროზა საქაროზა. არსებობს მისი იზოფორმა, ნახეთ, იზომერი. არსებობს 1-5 გლიკოზიდური ბმა იზომალტოზის შემთხვევაში. ნუ ეს ძირითადად მალტოზა და იზომალტოზა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი ორ გლუკოზას შეიცავენ, ამიტომ მათი დაშლის შედეგად პირდაპირ გლუკოზის მიღება ხდება. მე ვფიქრობ, ძირითადად ეს არის, დიახ. და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, ვეცდები, იპასუხოთ.